გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს, უпростоრედ დღეს უკვე დაასრულა დეპუტატებმა ნავთობ კომპანიებისგან ბოლოს ხდომაზე მოისმინეს, როგორ მუშაობს ფასწარმოქმნის ჯაჭვი ამ სექტორში. დასკვნითი ეტაპი კი მთავრობისთვის სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება. რა იყო ფასების კომისიის შექმნის რეალური მიზეზი და რამდენად შესაძლებელია სასურსათო პროდუქტების მედიკამენტების თუ საწვავის გაიაფება ადმინისტრაციული ბერკეტებით. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ქეთევან ბაკარაძეა წერტილის სტუმარი, რომელიც ფასების კომისიის წევრიც არის, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, რამდენიმე ვიდეო ფრაგმენტი მინდა მოვისმინოთ ფასების კომისიის დღევანდელი სხდომიდან, სადაც საქართველოს საწვავის ბაზრის მთავარ მოთამაშეებს მოусმინეს. კითხვები, რა თქმა უნდა, ძირითადად შეეხებოდა ფასწარმოქმნის ჯაჭვს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფასების კომისიის წევრებს გულისხმობ ქართული ოცნების კვოტას საწვავის ბიზნესთან კრიტიკული კითხვები დღეს ნაკლებად ჰქონდათ, განსხვავებით მაგალითად სუპერმარკეტების თუ სადისტრიბუციო ბიზნესების წარმომადგენლებთან დასმული შეკითხვებისა. მეტიც, როდესაც მაგალითად ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ კონკრეტული სტატისტიკის და რიცხვების მოშველიებით თქვა, რომ ბოლო 2 თვეში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა 29%-ით უნდა გაზრდილიყო. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა გალფის წარმომადგენელმაც და სხვებმაც. ბიზნესმენების სიტყვები თავად ფასების კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმაც გაამყარა ევროპული ფასების მოშველიებით. ხშირად ჩვენ ინდუსტრიას ადანაშაულებენ ხოლმე ფასების ყისიერს დასში, ზუსტად ეს დინამიკა, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ზუსტად შეგვიძლია ამის დავთვალა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ფაქტურად ფასის ზრდა მოხდა მყისიერად, ჩვენ ქვეყანაში დღესაც არ არის ეს ნიშნული მიღწეული იმ ნიშნულს, რაც უნდა იყოს ფასების დის პირობებში. ანუ კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა, რომ ბენზინის პირობებში 15%-იანი ზრდა გვაქვს, როცა 30%-იანი ზრდა უნდა იყოს ფასში და დიზელზე გვაქვს 33%-იანი ზრდა, როცა 42%-ამდე უნდა იყოს ფასი გაზრდილი. ამის შეიძლება ითქვას განმაპირობებელი არის ორი ფაქტორი, კონკურენცია და ბუნებრივია ქვეყანაში არსებული მარაგები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მათი გახარჯვის პარალელურად და ეტაპობრივად მოვახდინოთ ფასების ზრდა და არა მყისიერად. მეც მაქვს მონაცემები, ბოდიში ჩაგეჭრებით, აი მაგალითად რომ ავიღოთ საქართველოში საწვავის ფასი რო შევადგენოთ რუმინეთში დაახლოებით 27%-ით უფრო მაღალია. დღეს მდგომარეობით ესტონეთში 34%-ით უფრო მაღალია, ლატვიაში 32%-ით, ლიტვაში 36%-ით. ესაა დღევანდელი, ასე რომ ვთქვათ, ცოცხალი ფასები. დიახ. კიდასტურებთ ნამდვილად ეგრე არის. რაც შეეხება მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, რაც შეეხება აქციის იგივე ქვეყნებთანში აქციის 80%-ით უფრო მაღალი არის რუმინეთში, ესტონეთში 79%-ით მაღალი, აქციის გადასახადი 78%-ით მაღალი არის ლატვიაში და ლიტვაში 74%-ით მაღალი. ხო, გერმანიას და ისეთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არ მოყავს მაგალითად, იმიტომ რომ იქ სხვაობები რამოდენიმე დიდი არის და ასევე საწვავის ფასების სხვაობები მნიშვნელოვნად მაღალია. აქ საუბარი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომელიც თავიანთი ეკონომიკის სიდიდით მეტნაკლებად ახლოს არის საქართველოსთან. შოთა ბერეკაშვილის ამ ჩანართის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო რომელიმე დეპუტატს უმრავლესობიდან ეკითხა მაგალითად აქციზის დროებითი შემცირების შემთხვევაში რამდენად შეძლებდა ბიზნესის საწვავის გაიაფებას, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ვისოლის წარმომადგენელმა გადასახადების წილზეც ისაუბრა და ზოგადად აღნიშნა, რომ ყოველ რეალიზებულ 1 ლიტრ საწვავზე აქციზი 27 თეთრია, რასაც 18%-იანი DGG-ც ემატებაო. ნავთობ იმპორტიორების არგუმენტი, რომ მათ ფასები იმაზე ნაკლებად გაზარდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ნაკლებად დამაჯერებელი იყო დღეს ფრაქცია გახარია საქართველოსთვის წევრებისთვის ოპოზიციონერმა დეპუტატმა მშალვა კერესელიძემ ვასილ ხორავას პირდაპირ კითხა, ხედავს თუ არა ფასების შემცირების რესურსს, ვნახოთ პასუხი ბიზნესმენის. დღეს თუ დაითმოთ რა ჯდება 1 ლიტრის ფასი, თქვენ რო შემოიტანოთ დღეს იმპორტი და შეადარებთ იმ ფასს, რა ფასშიც ჩვენ ვყიდით დღეს საწვავს, იცით, იტყვით რომ თქვენ ალტრუისტები ხართ რა. ანუ ჩვენ დღეს ვყიდით გაცილებით იაფად, ვიდრე დღეს არის ფასი.
საერთაშორისო ფასი. და ამის მთავარი მე კითხვა მე თვითონც დავუსვი ჩემ თავს, რომ ჩვენზე იძახიან ინდუსტრიას და ეს არის შეცდომა შეყვანილი ხალხი. მე არ ვიცი ის ხალხი, რომელიც ამას ახმიანებს, რა ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ სიმართლის თქმის გარდა არაფერს ინტერესი არ აქვს რა. გარდა სიმართლის. და სიმართლე არის ერთი. ამას ვერანაირად ვერ გადაწერს რა. აქ ჩვენი ფასიც არის დაფიქსირებული, პლაციც არის დაფიქსირებული. დანარჩენი არის ლაპარაკი. და ეს არის ის, რაცაც პასუხს აძლევს თქვენი მასაგერ გადმოგცემ. სიმართლე ისიც არის პატცემულო, რომ კი ბატონო. საქართველოს ბაზარზე რო შევხედოთ ბენზინის და დიზელის ფასებს, თქვენ კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით კიდევ უფრო ძვირი ფასი აქვს. დადებული ვიდრე რამოდენიმე თეთრით, რა თქმა უნდა, რაღაც შემთხვევაში 5 თეთრით, რაღაც შემთხვევაში 3-ით, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ რო ამბობთ, რომ ჩვენ იმაზე დაბალ ფასში ვყიდით, ვიდრე უნდა ვყიდით, არსებობს სხვა კომპანიები ხარ არ ჩამოვთვლი რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენზე დაბალი ფასი აქვს რა. ამიტომ არ არის დამაჯერებელი თქვენი საუბარი, რაზე თქვენ საუბრობთ. ფასების კომისიაზე ვისოლის გარდა ბაზრის სხვა მოთამაშეებიც იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც უკვე ვთქვი, გალფი, რომპეტროლი, სოკარი. თითქმის ყველა მათგანი აცხადებდა, რომ ფასწარმოქმნის ყველაზე ცვალებადი კომპონენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაწურება, ასევე ვალუტის კურსი, რომელიც ახლა მეტნაკლებად სტაბილურია, ამაშიც ბიზნეს შოთა ბერეკაშვილიც დაეთანხმა. სლომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ვისოლის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა დღეს, ჩემი კოლეგის კითხვაზე თუ სათხედავს საწვავის გაიაფება რესურს ვასილ ხორაბამ ასე უპასუხა. კონკურენცია არის, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი წამალი, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენ ამ შეღავათებზე მუშაობთ მშვიდობიან პერიოდშიც და ომის პერიოდშიც რა. კონკურენცია განაპირობებს ჩვენს რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას ფასის შემცირების კუთხით. ფასის გაზრდის შემცირების კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი ბაზრის წილი ქონდეს და რაც შეიძლება მეტი გაყიდვები ქონდეს. ჩათვლით ამაზე ჩვენ მუშაობთ 24/7-ზე, რომ ნებისმიერი რესურსი გამოვიყენოთ. ერთ-ერთი რესურსი რაც არის, როგორც თქვენ ახსენეთ, თვითმომსახურება არის ეს გამოწვევა არის, რომელიც დროთა განმავლობაში იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები მიიღებენ ალტერნატიულ სამუშაოზე უფრო მეტ შეთავაზებებს სამსახურში და ჩვენ აღარ შეგვეძლება იმის გადახდა, რასაც დღეს ვიხდით, ბუნებრივია. თავისთავად ეს გამოანთავისუფლება ესე მოხდა ევროპაშიც, ცივილურ სამყაროში ყველგან, სადაც დღეს თქვენ ხედავთ იგივე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, რომ მომსახურება, როგორც ჩამსხმელი ოპერატორის თითქმის არ არსებობს და შესაბამისად მხოლოდ თვითმომსახურების ინფრასტრუქტურა არის განვითარებული და ეს ჩვენთანაც გარდაუვალია. საწვავის ბიზნესის მოსმენით ფაქტობრივად დასრულდა ფასების კომისიის მუშაობა, როგორც შოთა ბერეკაშვილმა თქვა, ხვალ 1 მაისს ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას წარმოადგენს. საინტერესო რა იქნება ჩაწერილი ამ დოკუმენტში, თუ ის იქნება ზეპირი, ანუ სურსათის, მედიკამენტების და საწვავის გაიაფების რესურს როგორ ხედავენ დეპუტატები. რა თქმა უნდა, BMG დეტალურად გააშუქებს ამ დასკვნასაც, ყველაზე მთავარი კი მოსახლეობისთვის ალბათ არა დასკვნა, არამედ შედეგი, ანუ გაიაფდება თუ არა ქვეყანაში რძე, კვერცხი, ზეთი და ასე შემდეგ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძის განცხადებას კვერცხის და ხორცის ფასზე, ასევე სახელმწიფო მედიაში გასულ სიუჟეტებს, სადაც წარმოჩენილი იყო, რომ საქართველოში პროდუქცია თურმე ევროპაზე იაფია, ფასების კლებას ალბათ ნაკლებად უნდა ველოდოთ. რაში დაიხარჯა დეპუტატების და ბიზნესის დრო ამ 3 თვის განმავლობაში, რა იყო ამ კომისიის რეალური მიზანი, მათ შორის სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფონზე, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ქეთევან ბაკარაძე გვერდდება სტუდიაში. საღამოშტების ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ფაქტობრივად ფასების კომისია მუშაობა დაასრულა დღეს, როგორც შოთა ბერეკაშვილმა თქვა, ხვალ უკვე საბოლოო დასკვნასაც დავდებთო. თქვენ 3 თვის განმავლობაში იყავით ამ პროცესის მონაწილე. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? ეს იყო ფასების შემცირების რეალური მცდელობა და სურვილი ხელისუფლების მხრიდან თუ უფრო ზრუნველობის იმიტაცია, იცის რა ძალიან კარგად ქართული ოცნების მთავრობამაც, რომ მაღალი ფასები არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ფაქტობრივად რიტორიკული იყო თქვენი შეკითხვა. აქ არავით არის სურვილი ქართულ ოცნებას და არავით არის ამის რესურსი არ გააჩნია, რომ
ფასების კლება მოხდეს მინიმალურ იმ პროდუქტებზე, რომელიც არის ყოველდღიური მოხმარების, საბაზისო პროდუქტებზე მაქვს საუბარი, ჩვენ მას შევარქვით კიდეც კობახიძეს კვერცხებთან ბრძოლაში დამარცხებული პრემიერი. ანუ ეს არის ფაქტობრივად სრული ილუზია, მოსახლეობისთვის შექმნილი რაღაც სანახაობა, რომელიც უბრალოდ ემსახურებოდა დროის რაღაცა გაწელვას და იმ ილუზიის შექმნას, მოსახლეობისთვის განცდის შექმნას, რომ სახელმწიფო ზრუნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად ნომერ პირველ სოციალურ პრობლემაზე, გამოწვევაზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად მათი ამორჩეველით შეწუხებულია, იმიტომ რომ ვერ უარყოფენ, რომ თუნდაც ამ კომისიის მსვლელობის პროცესში სამომხმარებლო პროდუქტის ფასი გაიზარდა ზოგიერთ დასახელების პროდუქტზე ორჯერ, ხო? იგივე საწვავზე, მათ შორის მედიკამენტებზე გაიზარდა ფასები, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 30%-ით და ბოლო 3 თვის განმავლობაში ის პირობა, რაც იყო დადებული, რომ ბატონმა კობახიძემ ეს საჯაროდ გამოაცხადა, რომ ის ებრძვის ამ ფასებს, რომელიც თურმე 3 თვის წინ აღმოაჩინა, 3 თვის წინ გაიგო ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ ჩვენს მოსახლეობას თურმე სოციალური უდიდესი პრობლემები აქვს, რომ ის ელემენტარულ პროდუქტსაც კი ვერ ყიდულობს, ანუ მსყიდველუნარიანობა არის ძალიან დაბალი ჩვენი მოქალაქეების. განცდა შექმნა, ამის და მისი მოტივი იყო თუ გახსოვთ, რომ ევროპის ფასებთან იყო შედარება, ყოველ შემთხვევაში ასე დაიწყო. 3 თვის წინ მან ეს თავისი რიტორიკა, რომ ევროპის ფასებთან შედარებით ქართული პროდუქციის ფასი არის რამდენ გზის, თუმცა ჩვენ სულ რაღაც 2 დღის წინ აღმოაჩინეთ იგივე პროპაგანდისტული არხის საშუალებით, რომ თურმე 3 თვის თავზე, არ ვიცი ხა ეს ევროპაში მოხდა ამ პერიოდში ინფლაცია რა დაემართა ასეთი ევროპას, რომ იგივე პროდუქტებზე თურმე რამდენიმე გზის, ასე ვთქვათ, გაძვირებულა. მეც ნახე სიუჟეტი, კადრები და გარკვეული манипуляციურად იყო ეს ყველაფერი ნაჩვენები ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ შეიძლება ევროში, როცა რაღაც თანხა ღირს, ის ლარში შეადარო ესე მარტივად ევროში ხელფასი სხვა, ლარში სხვა არის და ასე შემდეგ. თუმცა აი ეს ნარატივი, რაც თქვენ ახსენეთ, თუნდაც ეს სიუჟეტი, თუნდაც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძის განცხადება 10 ლარში გაყიდინებთ რვილ ხორცს და კიდე 4 და 60 თუ არ ვცდები კვერცხსო, მიანიშნებს, ანუ რა მოლოდინი შექმნა უკვე თავად ქართულმა ოცნებამ, მთავრობამ, რომელმაც მაღალ ფასებს დაუწყო ბრძოლა და როცა აი უკვე დრო მოვიდა, რაღაც მოლოდინი გააჩინეს ყოველ შემთხვევაში, რომ 3 თვეში მოვახერხებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ფასები გაიაფთესო. ვერ გამოსდით და ეხლა პირიქით უნდათ ისევ საზოგადოება დააჯერონ, რომ აი ევროპაში კიდე უფრო ძვირია და თქვენ კიდე არ აგვიშენს. მე არ მგონია, რომ გარდა ჩვენი პოლიტიკური გუნდისა, რომელიც იმ თავითვე პროგნოზირებდა, რომ ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. მე არ მგონია, რომ ჩვენს მოსახლეობასაც ჰქონდა ის განცდა, რომ ეს ხელისუფლება იყო რესურსუნარიანი, რომ რაღაც შეეცვალა ამ ქვეყანაში ქართულ ბაზარზე სამომხმარებლო პროდუქტების ფასები დაეწია. დარწმუნებული ვარ, მეტიც მინდა გითხრათ ამ ყველაფერში. უბრალოდ მოვიდა დრო, როდესაც მან უბრალოდ უნდა ჩააბაროს მოსახლეობას ის თავისი დაპირებული ანგარიში და ეს რაღაცა PR ტექნოლოგიები, манипуляციები, რომელიც უკვე მართლა სასაცილოა და უბრალოდ აღარ მუშაობს ეს ჩვენს მოსახლეობაზე. არც ისე შეუგნებელია ჩვენი მოსახლეობა და მათ შორის მათი ამომრჩეველიც კი რომ დაიჯერეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სადმე რომელიმე რეგიონში თუნდაც ის სასაცილო ტარიფი იყოს, თუნდაც საქონლის ხორცზე. ანუ ყველას გაუჩნდა რა თქმა უნდა სურვილი გვასწავლოს ეს. მეც როგორც დიასახლის, როგორც მრავალშვილიან დედას მაქვს ძალიან დიდი სურვილი გამიშთა, რომ თუნდაც ის კვერცხის სად არის ესეთი შესაძლებლობა. ნამდვილად ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი რაღაცა ესეთი ბუტაფორია, მისი უსუსურობის გამოვლენა, გამოჩენა და ძალიან უსუსურია ეს იგივე იმედის საშუალებით მისი მხარდაჭერა, ეს რაღაცა საინფორმაციო манипуляციები, ეს ქარდები, რაც გამოუშვეს თითქოს ჩვენ კი არა აგერ ხო ხედავთ ცივილურ ევროპაში საიტკინას, ვითომ თითქოს მოსახლეობას აქვს სურვილი დავემსგავსოთ ევროპის ქვეყნებს და ასე შემდეგ, იქაც კი ვერ მართავენ ამ პროცესებს და რა თქმა უნდა, აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს ყველაფერი დაბრალდეს რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, კრიზისს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს გარდა მათი პოლიტიკისა, რომელიც თავიდან ბოლომდე დგას კორუფციაზე. უბრალოდ ამ ხელისუფლების ფონზე ვერაზროს ვერ მოხდება ვერც ფასების კორექცია და ვერც ის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, რომელიც არის თითოეული ჩვენთაგანის სურვილი და რა ვიცი მართლა ოცნების სტადიაზე გაყინული. დღეს შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ აი ხვალ დავდებთ უკვე დასკვნას
მე მაინტერესებს თქვენი კოლეგაც იყო რამდენიმე კვირის წინ წერტილი სტუმარი დაიჯან კოზირიძე, მასაც ვკითხე, რა ფორმით, ესე იგი რა გზადაგზა ამ 3 თვის განმავლობაში ყოველი სექტორის მოსმენის შემდეგ რაღაც ჩანაწერები კეთდებოდა ალბათ და აქედან გამომდინარე რეკომენდაცია დასკვნები ასე იწერებოდა, რადგან უკვე ხვალ მზად იქნება. უშუალოდ თქვენი ფრაქცია, ოპოზიციური ფრაქცია თუ იყო ჩართული, ან თუ იცნობთ დაახლოებით, რა შინაარსის იქნება ეს დასკვნა, ან თუ ხართ ინფორმირებული, მაგალითად, რომელ სექტორში ხედავს ხელისუფლება ფასების შემცირების რესურსს და რა რგოლში, თქვათ, მედიკამენტებში, სურსათში, საწვავს დღეს უსმენდნენ? მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ჩვენ არც ერთ ამ პროცესში არ ვიყავით ჩართული, მეტიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში უშუალოდ კომისიის წინ გებულობდით, ვინ იყვნენ მოწვეული სტუმრები, ეს ძალიან ხშირად ესე ხდებოდა მაგალითად სასურსათო კომისიის დროს, იგივე ფარმაცევტული სექტორის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დროს ჩვენ ხშირად უშუალოდ კომისიის წინ გვქონდა ეს შესაძლებლობა, თუმცა გარემოდან გამომდინარე ძალიან ესე მკაფიოდ ჩანდა, ეს ძალიან ფამილიარული დამოკიდებულება, რომ სტუმრებსა და კომისიის წევრებს შორის იყო რაღაცა ძალიან ესეთი კარგი შინაურული კომუნიკაცია ჩამოყალიბებული და უკვე წინასწარ თითქოს გავლილი იყო კიდეც ეს რაღაც პოზიციები და კომისიის თავმჯდომარე მათ შორის ყოველთვის ყოველ ჯერზე იყო რაღაცნაირად აი არა ვთქვათ კრიტიკულ პოზიციაში, არამედ როგორც ვთქვათ ბიზნეს სექტორის ესეთი მხარდამჭერი და ხშირად თვითონ ისიც სთავაზობდა გარკვეულ გამოსავალს და კრიტიკულ კითხვებზე პასუხს, ანუ ხშირად ყოფილა ჩვენი ფრაქციის მიერ დასმულ კითხვებს უშუალოდ კომისიის თავმჯდომარე პასუხობდა. არ აძლევდა ვთქვათ მოწვეულ სტუმრებს პასუხის გაცემის შესაძლებლობას. ამ სხდომებს ჩვენ ვადევნებდით თვალს და იყვნენ ისეთი კომპანიები, რომელთა მიმართაც ოცნების წევრი დეპუტატები ბევრად კრიტიკულები იყვნენ ზოგთან ლოიალურები, თუმცა ბიზნესის მხარდამჭერაში ცუდი არაფერია, რა თქმა უნდა, უბრალოდ შერჩევითობა შეიმჩნეოდა ნამდვილად. ეთყობოდათ. ნამდვილად. ანუ არიცით ამ დასკვნაში რა წერია, რა იყო მაშინ, აი ამ სანახაობა იყო თქვენ ახსენეთ, გახარიას პარტიას რა როლი ჰქონდა ამ სანახაობაში? რაღაცნაირად თქვენი პარტიის მიმართ ხშირად არის ხოლმე პრეტენზიები თუ შეფასებები მიმართულებით, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაციაში დაეხმარეთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, პარლამენტს და ამ ფასების კომისიის ლეგიტიმაციასაც იცით ლეგიტიმაციის პრობლემა მე მგონია რომ საზოგადოებაში უკვე დაძლეულია გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი შესვლა ნამდვილად ვერ მიანიჭებდა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას და ეს არის რეალურად საზოგადოების არჩევანი და საზოგადოების დამოკიდებულება საზოგადოება არ ღებულობს ამ ხელისუფლებას ეს არის რეალურად არალეგიტიმური ხელისუფლება და ამ ქვეყნის მართვის უუნარო ეს ცალსახა ესე ვთქვათ დადასტურებული ფაქტი რაც ეხება ჩვენს კომისიაში ყოფნას ჩვენ იმთავითვე გავაკეთეთ ესეთი განაცხადი რომ ჩვენ არც ერთ პლატფორმაზე არ დავტოვებთ ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლებასთან და მის პროპაგანდისტულ მანქანასთან რომელიც ცალსახად ძალიან ძლიერია და ნამდვილად მუშაობს და მას აქვს თავისი მიზნობრივი და კონკრეტული შედეგები ის ახდენს გავლენას ჩვენი მოსახლეობის რაღაც ცნობიერებაზე და აქედან გამომდინარე ჩვენ მათ ამ ფუფუნებას უბრალოდ ამ ფორმატში არ მივცემდით არც ამ ფორმატში და ყველგან და ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც იქნება კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კომისიაში მუშაობით, გამომდინარე იქიდან რომ მოლოდინი აბსოლუტურად ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაიგივებული, რომ რაღაც მოლოდინი გვქონდა. უბრალოდ ჩვენ ძალიან რა თქმა უნდა ცალსახად აქ არავითარი გაიაფება არც მოსალოდნელი იყო და მეტიც ანუ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვესვა ეს კრიტიკული კითხვები და სიმართლე გითხრათ ის სექტორი რომელიც ხელისუფლების მიმართ არის რაღაც გარკვეული ვალდებულებებით აღჭურვილი მეცაც გეტყვით ზოგიერთი მათგანი ესეთი დეკლარირებული შემომწირველია იგივე სახელმწიფო გრანტის მიმღები კომპანიები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილები და ძალიან მკაფიო იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ანუ უმრავლესობის წევრების ლოიალური დამოკიდებულება ასე ვთქვათ რაღაცა შეთანხმებული ძალიან სასიამოვნო ფორმატში წავიდოდა ეს ყველაფერი ჩვენ ასე ვთქვათ ვარღვევდით ამ ყუდროებას და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გარკვეული პასუხები ჩვენი ცდელობა იყო ამ შემთხვევაში რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულები ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იგივე კონკურენციის აგენტოს კონკურენციის აგენტოს დასვა დღეს ამ თემაზეც კითხვა თუმცა ფაქტია
კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ ფასებზე პასუხისმგებელი მთავარი უწყება ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი ამ კომისიაზე არ გვინახავს. ამას რითი ახსნით? რაღაცნაირად თავი არიდეს? საერთოდ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ფასწარმოქმნის სტრუქტურას და ზოგადად ამ პოლიტიკას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და ეს პლატფორმა, რომელიც ახლა იყო გამოყენებული შოუსთვის, არაფერ შუაში არ არის. ანუ კომისია, რომელიც შეიქმნა საკანონმდებლო ორგანოში, ვერავითარ შემთხვევაში ვერც კომპეტენცია და ვერც სხვა უნარები აქვს, ვერც სხვა ინსტრუმენტები, რომ ან სწორად შეაფასოს, სწორად მოახდინოს დეტექცია, სად არის პრობლემა, რომელ ჯაჭვშია ეს პრობლემა და აქედან გამომდინარე ეს თავიდან ბოლომდე დარღვეული იყო ეს პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჩვენი არც ერთი თხოვნა არ გაითვალისწინეს, რომ იგივე ანტიმონოპოლიური მიმართულება. ყველა სექტორი დღეს შეიძლება ითქვას, რომ არის წარმოდგენილი კარტელური გარიგებების ასე ვთქვათ ფორმატში. იგივე ფარმაცევტული ყველაზე დამტკიცება უნდა და ეს არ გამოსდის. იცით რა, ჩვენ ხელმძღვანელობდით კონკურენციის სააგენტოს დასკვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს, კულვარული და ასე შემდეგ, ყველა ასე ვთქვათ რგოლის წარმომადგენელთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, კომუნიკაციები, ყველა ჯაჭვის სუსტი წერტილი და ასე შემდეგ ჩვენ შესწავლილი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრ ამას ვერ ვასაჯაროებდით, იმიტომ რომ ამას დამტკიცება ჭირდება, ამას კიცებულება ჭირდება და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ ვეყრდნობოდით დეკლარირებულ დასკვნებს კონკურენციის სააგენტოს. შესანიშნავად აქვს მას დაწერილი ერთ-ერთი ფარმაცევტული მსხვილი კომპანიის კონკრეტული მიგნებები აქვს და აქედან გამომდინარე, ზუსტად ამაზე დაყრდნობით, მე პირადად მქონდა კითხვები, რაზეც, ისეთი პასუხები მივიღე და სხვათა შორის კომისიის წევრები ეხმარებოდნენ, აი ისე წავიდა ეს პროცესები, რომ ყველაფერი დაიფარა, მიიმალა, რომ იცით როგორ ის მომენტი იყო, ემპათია გაგიჩნდებოდათ აი ამ სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე იყო არასწორი ამ კომისიის იმ თავითვე, იგივე ხა დებულებაში რაც ჰქონდა კომისიას თავის საქმიანობის წესი, როგორც ჰქონდა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, ვერანაირად, არანაირი ინსტრუმენტი არ არსებობდა, რომ ეს შედეგი დაედო. ნახოთ, რადგან თქვენც არ ფლობთ ინფორმაციას რა დაახლოებით რა ჩაიწერა, თუ ჩაიწერება ამ დასკვნაში, დაველოდოთ მაშინ ხვალინდელ დღეს და ალბათ შოთა ბერეკაშვილი წაგვიკითხავს საბოლოოდ რა დასკვნამდე მივიდა ფასების კომისია და რა რეკომენდაციით მიმართავენ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ქალბატონო ქეთი ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ დუშენის ბავშვების პრობლემაზე, ამ ბავშვების მშობლების პროტესტზე, რომელიც გრძელდება უწყვეტად მთავრობის ადმინისტრაციასთან. გუშინ ვადევნებდით თვალს თქვენი ფრაქციის მიერ ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულ მიხეილ სარჯველაძეს. ძალიან მოკლედ მაყურებელს რომ შევახსენო, მან ფაქტობრივად გაიმეორა ის, რასაც ბოლო კვირებში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არაპირებს სახელმწიფო წამლის შესყიდვას და მიზეზი არა ის, რომ მათ ენანებათ ან ეძვირებათ ეს მედიკამენტი, არამედ კითხვები აქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თქვენთვის, რომელიც ძალიან კარგად იცნობთ ამ სფეროს და ვრცელი გამოსვლა გქონდათ გუშინ პარლამენტშიც, რატომ არ არის დამაჯერებელი ჯანდაცვის სამინისტრო? ხომ შეიძლება რომ დავიჯეროთ და გულწრფელად როგორც მოქალაქესაც მინდა მჯეროდეს, რომ ამ სახელმწიფოს არ ენანება 100 მილიონი ლარი 80 ბავშვისთვის, თუ ეს მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, უკეთესად იქნებიან ეს ბავშვები. თქვენი ლოგიკა რა არის და რატომ არის სუსტი თქვენთვის ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს პოზიცია? პირველ რიგში არის ძალიან დიდი ინფორმაციული ასიმეტრია მშობლების პოზიციონირებასა და სამინისტროს შორის. აი პირველ რიგში ალბათ ის, რომ საერთოდ სამინისტრო 31 ბავშვს ესაუბროს, გუშინ ეს კითხვაც ჰქონდა დასმული, რატომ არ ყავთ დაიდენტიფიცირებული და სამინისტროს აღრიცხვაზე რატო არ აყავს ეს რაც ვთქვათ მშობლების იმ ჯგუფს, რაც ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული, დაახლოებით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული და სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაციაც არ აქვს. რატომ არ არის დამაჯერებელი ბატონი სარჯველაძე? იმიტომ რომ მას არ აქვს უშუალოდ მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიებთან კომუნიკაცია. მას აქვს მხოლოდ პროვაიდერ კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში და თქვენ იცით, რომ ეს სექტორი თავიდან ბოლომდე გაჯერებულია რუსული კომპანიებით და რუსულ კომპანიასთან აქვს სამინისტროს კომუნიკაცია
და ამას უბრალოდ ვერ უარყოფს, ამას მშობლებიც ადასტურებენ და თვითონაც აღნიშნა ესეთი შინაურული შეხვედრის დროს და ბუნებრივია ეს გადამყიდველი კომპანიის ფასი რამდენ გზის იმატებს. ანუ ის 100 მილიონი დოლარზეა საუბარი, ისიც არ ვიცი საიდანაა ეს ციფრი მოტანილი, საიდან დაასკვნა რომ თქვათ ყველა ბავშვს იდენტური მკურნალობა ესაჭიროება. აქ საუბარი ყველაზე ძვირადღირებულიაც არის გენური თერაპია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 12 ბავშვზე შესაძლოა იყოს მორგებული, მას ამის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია და მწარმოებელ კომპანიებს აქვთ ძალიან ისეთი საშეღავათო პირობები სამინისტროსთან, უბრალოდ მათ აქვთ ეს რესურსი და ეს შესაძლებლობა, თუმცა მათთან კონტაქტზე არ გადის სამინისტრო. ამიტომ ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ სარჯველაძეს, ბატონ სარჯველაძეს აქვს უფრო მეტია, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და ის უფრო მეტად ღელავს ბავშვების პოტენციურ გართულებაზე, ვიდრე ბავშვების მშობლები, მთელი ის ექსპერტთა გუნდი, რომელიც ბავშვებს უჭერს მხარს ამ შემთხვევაში და რაც თავარია ცივილური ქვეყნის, დასავლეთის ქვეყნების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მედიკოსები, რომლებიც გარკვეული პერიოდი, რაღაც ძალიან პატარა პერიოდით იყო დაპაუზებული ამ პრეპარატის გამოყენება, იმიტომ რომ 3 ლეტალური შემთხვევა რეალურად მოხდა, თუმცა პოზიტიური ეფექტი ჰქონდა 800 ბავშვს, ანუ ამას უპირისპირებს, ნახეთ როგორ რითი манипуლირებს, რომ თითქოს აქ ლეტალური გამოსავალი იმდენად მაღალია და გართულებების რისკი და ასე შემდეგ. იქ უწერიათ პირდაპირ რეგისტრაციის შეჩერების დროს, რომ სარგებელი ბევრად აჭარბებს რისკებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი და თავიდან ბოლომდე გუშინდელი პოზიცია იმეორებდა მშობლებთან არაერთგზის შეხვედრებზე გაჟღერებულ ნარატივს. ის არ ცვლის ამ თავის პოზიციას, არის შეუვალი, არის ჯიუტი, არის პრინციპული და ალბათ თქვენ ნახეთ შეურაცხმყოფელიც იყო, უკვე გადავიდა შეურაცხმყოფებზე. მშობლები მე-10 ღამეა უკვე ათენებენ კანცელარიასთან, ბუნებრივია ისინი უკან არ დაიხევენ. შეხვედრას ითხოვენ, ელემენტარულ შეხვედრას ითხოვენ და მე დამჩა გუშინ შტაბ-ეშტილება, რომ საკუთარი გუნდიც კი არ არის სწორად ინფორმირებული ბატონის სარჯველაძისგან, იმიტომ რომ მე მომიწია ინდივიდუალურად ბევრ მათგანთან საუბარი და მათ ჰქონდათ აი გაკვირვება, გულწრფელი გაკვირვება და ასე შემდეგ. მშობლები ითხოვენ საჯარო დებატებს ბატონ მინისტრთან, რომელზეც ასევე უარს აცხადებს. ანუ ის ვერ ხვდება მათ, ის არ არის ამისთვის მზად და მას არც ერთი საფუძველი არ აქვს უბრალოდ რომ დაუპირისპირდეს იმ ძალიან ძლიერ არგუმენტებს, რომლებითაც შეიარაღებულნი არიან და მომზადებულნი არიან. რა ქვია ჯანდაცვის მინისტრის, სამინისტროს ასეთ საქციელს ამ ვითარებაში თქვა, ყოფილი მინისტრი ხართ ჯანდაცვის თავი. იცით რა, პირველ რიგში ძალიან სამწუხარო რომ ყველაზე ჰუმანური უწყების ხელმძღვანელი არის ესეთი არაჰუმანური მოქალაქე. მე მაქსიმალურად მინდა თავი შევიკავო, მე არც ერთ მის შეურაცხყოფას გუშინ პასუხი არ გავეცი. ეს არის აი ადამიანური ემპათიისგან დაცლილი და ძალიან დიდი შეცდომა ასეთი ადამიანის ხელში, რომ არის ის გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები და ინსტრუმენტები. იმედია, როგორც აქონდროპლაზიის შემთხვევაში გვახსოვს ჩვენ მაშინაც ბავშვების მშობლების ბრძოლა, ამ შემთხვევაშიც ბავშვები მიიღებენ წამალს. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში, ქალბატონო ქეთი, რა უნდა დავასრულოთ? პირველ რიგში უნდა დასრულდეს კორუფცია. ეს არის მთავარი თემა, რაზეც დგას დღეს ქართული ოცნება. მისი გუნდი თავიდან ბოლომდე წარმოდგენილია კორუმპირებული ჩინოვნიკებით და იცით გუშინ ყველაზე მეტად აქტიურობდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან, ასე ვთქვათ, დაზიანებული წარსული. კორუმპირებულები არიან ეს ადამიანები და მათ ყვირილის ვალდებულება ქონდა. მე არ მეშინია ამ განცხადების გაკეთების და სანამ ეს არ დასრულდება, სანამ ვთქვათ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ქართული ოცნების მმართველობას მოყვება და მათ არანაირად ეს კეთილინება არ გააჩნიათ და ამის სურვილი არ გააჩნიათ. ისინი ამას უბრალოდ ვერ შეაჩერებენ და თავიდან ბოლომდე მათი საქმიანობა აგებული არის ერთი ადამიანის ინტერესს და დანარჩენი ყველა მომსახურე პერსონალი, ეს პატარა ადამიანები არიან აი მის მსახურებაში აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ქეთევან ბაკარაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.